კალიფორნიის ქალაქ სან ბერნანდინოში დაწყებული საკვები რევოლუცია დღეს 119 ქვეყნის 34,000 რესტორნით გვირგვინდება. რაც შეეხება ჩვენს პატარა ქალაქს, თბილისური მაკდონალდსი იუბილარია და უკვე 15 წელი შეუსრულდა. ბავშვობაში რუსთაველზე და მარჯანიშვილზე, მერე წერეთელი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ქუთაისი, ბათუმი. ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც ყვითელი ემი თავის ერთგულ მომხმარებელს ყოველთვის გაღიმებული ელის. თუმცა როგორც მესვეურები ამბობენ, 10 წელიწადში საქართველოში მაკდონალდსის უკვე 25 რესტორანი იმუშავებს. მაშ რა არის ის, რაც ასე ძალიან იზიდავს ხალხს მაკდონალდსში? დავიწყოთ იმით, რომ ყველაზე თვალში საცემი ჰიგიენა და სუფთა გარემოა. შენობაში აკრძალულია მოწება და დიდი ყურადღება ექცევა გარემოს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით დამზადებულ საკვებს მივირთმევთ. აი რაც შეეხება პროდუქციას, ეს არის ის, რაც ნებისმიერ ბავშვს, მოზარდს, ზრდასრულს თუ ხანში შესულს ერთნაირად უყვარს. თუმცა ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ის, რასაც ჩვენ მაგში მივირთმევთ, ჩვენს ხალხში მოხვედრამდე ხარისხის 10-ობით შემოწმებას გადის. მაგალითად, რესტორანში გამოყენებული კეჩუპი 15-მდე შემოწმებას, ფუნთუშები 51 სახის შემოწმებას, ყველი 19, ხოლო უკვე მზა ბიგ მაკი, ყველა ბავშვის საოცნებო საკვები, შემოწმების 98 საფეხურს გადის. კიდევ ერთი საკითხი, რაც ბევრს აწუხებს მაკდონალდსის საკვების წონაზე ზემოქმედება. მოდით მარტივი შედარებით შემოვიფარგლოთ და დავთვალოთ. აი სტანდარტული ჩიზბურგერის დაგემოვნების შემდეგ კი თქვენ სულ რაღაც 305 კალორიას იღებთ. ეს კი დაგვეთანხმებით, რომ საერთოდ არაა ბევრი. თუ ჩვენი არ გჯერათ მაკდონალდსი თქვენი წონის გაკონტროლების საშუალებას GDA ცხრილის საშუალებით გაძლევთ. თუ აქამდე არ დაკვირვები ხართ, გეტყვით, რომ ყოველ ლანგარზე, რომლითაც თქვენთან რესტორანში საკვები მოაქვთ, მოთავსებულია ცხრილი, რომლის უკანა მხარესაც წვრილებით წერია თითოეულ პროდუქტში შემავალი კალორიების რაოდენობა და ეს თამამად გეტყვით, რომ საქართველოში პირველი ანალოგია. სანამ ტელევიზორებს გამორთავდეთ და მაკდონალდში გაეშურებოდეთ, იმასაც გეტყვით, რომ კომპანია ყველაზე მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩევა და ყოველთვის იმას უსვამს ხაზს, რომ მისი მრავალრიცხოვანი მომსახურე პერსონალისთვის მაკდონალდში მუშაობა კარიერული ტრამპლინია. ამას კი ისიც მოწმობს, რომ რესტორნის ქსელის იუბილეზე რუსთაველის მაკდონალდში ერთი დღით უნიფორმა ძველმა თანამშრომლებმა მოირგეს და 7-8 წლის შემდეგ ისევ ისეთი ღიმილიანი სახეებით მოგვემსახურენ. მოკლედ მარტივად აგიხსენით თუ რატომა ასეთი მნიშვნელოვანი ასობგერა ემი და ალბათ ეს ისედაც იცოდით. უბრალოდ შეგახსენეთ, რომ მაკდონალდსი იუბილარია და უკვე 15 წელია. Ba-ra-ba-ba-ba, I'm loving it. You love it too.